პირველ რიგში რა თქმა უნდა ტერიტორიული არის პრობლემა, რომ უნდა დაბრუნდეს სტოლილები. ალბათ მოხდება კონსულტაცია მთელ მსოფლიოში და გაგვიწევენ ანგარიშს და თანაგდნობენ ამაში. ეს არის პირველი მოთხოვნა. ეკონომიკა ვითარდება ნელ-ნელა, ასეთი ესე მაინც არის. ყველაფერია პრობლემა რა ვიცი. ყველა თავის საქმე გარბის ხალხი ხო ხედავ რა ამბავია და დაიცალა საქართველო. უმუშევრობა წყوارი და არის. ფაბრიკა არ არის, არაფერი არ ამუშავებდა რა. თვეში 1500 ლარი ადამიანზე. რთული საკითხია. უმუშევრობა. უმუშევრობა, ფასები, მიგრაცია, თუ ემიგრაცია რა, სულ ყველაფერი. არაფერი არ არის დადებითად რომ შეაფასო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ აი ქვეყნიდან გაედინება ხალხი. ემიგრაცია. მიგრაცია ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა შვილო, აი რა ვიცი რა, დაიცალა საქართველო, დაიცალა ქვეყანა და დანარჩენი მე იმდენი პრობლემაა რომ რა ვიცი, ძალიან ბევრი, მაგრამ პირველი მიგრაცია. მიუხედავად იმისა, მე შვილები არ ამბავს, გამოვიხედა, ახალგაზრდები არ არიან, რასაკვირველი ეგ არის პირველი პრობლემა. მერე უმუშევრობა, მერე ის გაჭირვება, მერე პენსიონერები წამლებს ვერ ყიდულობენ და 1000 რაღაცა შეიძლება ჩამოთვალოს, ხა ძალიან ისე გამომივა, მაგრამ თავარი მაინც ეგ არის, რომ დაკავდნენ ახალგაზრდები გააკეთოს რა მე ჩვენმა მთავრობამ რომ ახალგაზრდები არ წავიდნენ სხვაგან ახალხო რა არის რა ჩანაცვლებულია 1000 ჯურის ხალხიდან არავისი წინააღმდეგი არ არის ქართველიერი მაგრამ ჩანაცვლებული ამ უცხო ხალხიდან კარგი რა ყველაფერს ყოველთავისას ვარ